ცოტა ხნის წინ დასრულდა ამერიკის საელჩოში ამ ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და ჩვენ დამწრეთა შორის საინტერესო ტენდენციას დავაკვირდით. აქ ქართული ოცნებიდან მხოლოდ რამდენიმე მინისტრი იყო მოწვეული. ჩვენი ინფორმაციით მოსაწვევი არ გაუგზავნიათ პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი კობახიძისთვის, არც პარლამენტის წევრებისთვის ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა არც ქართული ოცნების მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პირველად ხდება. ჩვენ ყოველწლიურად, როცა ამ ღონისძიებას ვაშუქებთ, ვისმენთ არა მხოლოდ ელჩის განცხადებას, არამედ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასაც. წინა წლებში სალომე ზურაბიშვილი სარგებლობდა ამ საჯარო მაღალი ტრიბუნით და წელს მხოლოდ ელჩის გამოსვლით დასრულდა ეს ღონისძიება. იყვნენ მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები, მხოლოდ რამდენიმე მინისტრი, დაახლოებით 5-მდე შევნიშნეთ ჩვენ ისინი, ვინც მოვიდნენ და ზოგიერთი ოდნავ მოგვიანებით შემოუერთდა ამ ღონისძიებას. რაც შეეხება თავად სიტყვას, რომელიც დღეს ჰქონდა ამერიკის ელჩს, უნდა ითქვას, რომ ეს მისი ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა ამ რანგში, ის მალე დაასრულებს დიპლომატიურ მისიას საქართველოში და ბუნებრივია მან ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ელჩობის პერიოდი საქართველოში და ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა შეერთებულ შტატებს და საქართველოს და რა წვლილი აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოს განვითარებაში. მას მოუწია ეთქვა და კიდევ ერთხელ გაეხსენებინა თუ რა გაუკეთებია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია განვითარებულიყო. შევამჩნიეთ, რომ მისი სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი ეთმობოდა ქართულ ოცნებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იყო რობინ დანიგანის, რადგან ის საუბრობს პატიმრებზე, საუბრობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაზე, მათ რეპრესიებზე, მათ საპატიმროში გამომწყდევაზე და ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატია. შესაბამისად, რობინ დანიგანი ცდილობს ქართულ ოცნებას ამ ფორმით გააგებინოს, რომ ის, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს საკუთარი პოლიტიკით, არასწორია და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ სიტყვას უსმენდნენ გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თეა ახვლედიანი, ასევე გელა გელაძე და მარიამ ქრივიშვილი. უნდა ითქვას, რომ ეს მთავრობის ახალი შემადგენლობაა, მათ შორის სავარაუდოდ ისინი, ვინც ჯერ შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებულები არ არიან და სწორედ ისინი გახდნენ დღეს მხოლოდ სასურველი სტუმრები ქართული ოცნებიდან. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც რადიკალებად იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან. როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ კენედის სიტყვებით, თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ. დასასრულს მსურს შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია, ოპტიმიზმი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობა სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებებისა დავიცვათ იგი. ჩანს, რომ რობინ დანიგანი საკუთარ სიტყვაში მხარს უჭერს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამდენი თვეა იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის და რომელთა ნაწილი ახლა საპატიმროშია სწორედ ამ ბრძოლის გამო და მისი კრიტიკა მიემართება ქართულ ოცნებას, რომელიც სწორედ ასეთ აზრს, განსხვავებულ აზრს ებრძვის და დევნის. როგორც უკვე გითხარით, ამას ისმენდა მხოლოდ ნაწილი მთავრობის შემადგენლობიდან. აქ სტუმრებს შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ყოფილი დიპლომატები, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკის გასაპროტესტებლად თუ პროტესტის ნიშნად გადადგნენ საკუთარი თანამდებობიდან, დატოვეს მათი პოზიციები სხვადასხვა ქვეყანაში ელჩის პოზიციები და ამ სტუმრებს შორის იყო ასევე მეხუთე პრეზიდენტი.
ჩვენ ბუნებრივია შემდგომ გქონდა მცდელობა და დავინტერესდით მთავრობის წარმომადგენლები რატომ არ იყვნენ, ქართული ოცნების წევრები იღებენ თუ არა ამერიკის ელჩის კრიტიკას, როგორც საკუთარ კრიტიკას და შესაბამისად გქონდა კითხვები, რატომ არ იყო ირაკლი კობახიძე ან რომელიმე დეპუტატი ქართული ოცნებიდან. ეს კითხვები ჩვენ დავუსვით, შეზღუდული იყო არეალი მედიისთვის სამუშაოდ, რა შესაძლებლობაც ჰქონდა კითხვის დასმის, ამ კითხვებით მივმართეთ მინისტრებს, თუმცა მათ ისარგებლეს, ასე ვთქვათ, ჩვენი შეზღუდული გარემოთი და შესაბამისად ისე დატოვეს ტერიტორია, რომ ჩვენს კითხვებს თავი აარიდეს. ირაკლი კობახიძე რატომ არ იყო ქალბატონო თეა დღევანდელ ღონისძიებაზე? ირაკლი კობახიძე რატომ არ იყო დაპატიჟებული? ბატონო გივი. ბატონო გივი. ირაკლი კობახიძე. ბატონო გივი. ბატონო გივი, პრემიერ-მინისტრი რატომ არ იყო? რატომ არ იყავით სხვები ქალბატონო მარიამ? პრემიერ-მინისტრი რატომ არ იყო? ასე დასრულდა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ამერიკის საელჩოში. დღეს ეს ოფიციალური ნაწილი უკვე დასრულებულია, სტუმართა ნაწილი საელჩოში რჩება, მათ აქვთ გასაუბრებები რობინ დანიგანთან, სულ მალე სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში ის უკვე დატოვებს თბილისს, მან საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, რომ ელჩის პოზიცია დატოვოს საქართველოში დაახლოებით 2 წლიანი მუშაობის შემდეგ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა იყო მისი ასე საჯარო ტრიბუნიდან და ბოლო გამოსვლითაც მან ქართულ ოცნებას უთხრა, რომ შეერთებული შტატები და ფაქტობრივად გაახმოვანა შეერთებული შტატების პოზიციაც, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის მიუღებელი შეერთებული შტატებისთვის და დემოკრატიული სამყაროსთვის. ჩვენი ინფორმაციით მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნების ლიდერები ამ ღონისძიებას ვერ ესწრებოდნენ, არის თავად შტატების გადაწყვეტილება, რომ ისინი დღეს ღონისძიებაზე არ მოეწვიათ.